ისრაელმა დაარტყა მოკლული ალი ხამენეის შემცვლელის ასარჩევად შეკრებილ ექსპერტთა საბჭოსაც შემადგენლობა 88 წევრისგან შედგება შეტევა ქალაქ ხუმში ასამბლეის შენობაზე მიიტანეს. ექსპერტთა საბჭოს დაბომბვას რამდენიმე წყარო ადასტურებს ინფორმაცია ორმა გავლენიანმა მედია საშუალებამ გაავრცელა როიტერსმა და Fox News-მა. ცოტა ხნის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანს ყატარმაც დაარტყა. ჟურნალისტი თეა თეთრაშვილი გვერდება თელ-ავივიდან და ბოლო ცნობებს მოგვაწვდის თუ რა იციან ისრაელში ირანში არსებულ ვითარებაზე. ბოლო სპეცოპერაცია ვიცით უკვე IDF-ის განცხადებით, რომ სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა ისრაელის ავიაციამ. განცხადებაში, რომელიც გავრცელა ცაჰალმა, ლაპარაკია მხოლოდ ქალაქებზე, სადაც მიმდინარეობდა ინტენსიური იერიშები და ვიცით, რომ ქუმი და თეირანი ამ იერიშების სიაში შედიოდა, მაგრამ ცაჰალში ამბობენ მხოლოდ იმას, რომ განადგურებული არის აიათოლების რეჟიმის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ინფრასტრუქტურა. თუმცა ვინ არიან კონკრეტულად იყვნენ თუ არა აქ მიმდინარეობდა თუ არა აიათოლების სხდომა ნამდვილად ეს ჯერჯერობით უცნობია. ყოველ შემთხვევაში ამას არ ამბობენ ამაზე არაფერს ცაჰალში, ამას ადასტურებს მხოლოდ ირანის ოპოზიცია. როგორც ცნობილია მათივე ინფორმაციით ოპოზიციაში ამბობენ, რომ ზუსტად იმ დროს, როდესაც განხორციელდა იერიში, ამ დროს მიმდინარეობდა კენჭისყრა რელიგიურ საბჭოში 88 წევრი იმყოფებოდა და ისინი ირჩევდნენ ლიკვიდირებული ალი ხამენეის შემცვლელს. ასეთი არის ინფორმაცია და არ ვიცით დამთხოვაა თუ რას ემსახურება. ზუსტად იერიშამდე რამდენიმე წუთით ადრე მოსადის X account-ზე, რომელიც სპარსულ ენაზეა, ჩნდება ეს ვიდეო, რომელსაც მაყურებელი ხედავს ახლა კადრში, დომინოს კენჭებზე დატანილი რელიგიური საბჭოს სახეები და დომინოს პრინციპით როგორ იშლება. რას ემსახურება და არის თუ არა ეს კავშირში, ცხადია ამას უკვე დრო გვიჩვენებს, როდესაც იქნება ოფიციალური დადასტურება. ერთადერთი რაც ირანში ოფიციალურმა პირებმა უკვე დაადასტურეს არის ის, რომ თეირანში მიტანილი იერიშების შედეგად ნამდვილად არის ლიკვიდირებული თავდაცვის ახალი მინისტრი, რომელიც გუშინ დაინიშნა ამ თანამდებობაზე და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე გავლენიანი სამხედრო მეთაურია მოკლული. დანარჩენი უკვე სამიზნეების შესახებ, რასაც ამბობს საჰალი და ადასტურებს, ლაპარაკი არის ასობით სარაკეტო გამშვები განადგურებაზე, რომელიც მომართული იყო ისრაელის წინააღმდეგ იერიშების განსახორციელებლად, თუმცა როგორც ვიცით, ირანს არ მიაქვს მხოლოდ ისრაელზე იერიშები, მიაქვს ასევე სხვა სახელმწიფოებზეც და ამაზეც მოგვიანებით გეტყვის საუდის არაბეთში მაგალითად გაანადგურა ნავთობ ობიექტები ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა და უპილოტო საფრენებმა თვითმფრინავებმა, რის გამოც ისევე როგორც კატარში და დუბაიშიც იყო მიტანილი იერიში, კატარი უკვე 2 წყაროს დადასტურებით ცნობილია, რომ ჩაერთა ოპერაციაში 24 საათის წინ მიიტანა პირველი იერიში. და როგორც ვიცით, ამბობენ ადგილობრივ მედიაში, ძალიან მნიშვნელოვანი და სანდო წყაროებდა დაყნობით, რომ სულ ცოტა ხანში ოპერაციას და კოალიციას ირანის წინააღმდეგ უკვე შეუერთდება საუდის არაბეთიც ოფიციალურად და ჩაერთვება ავია იერიშებში. ასეთი არის ბოლო ინფორმაცია, რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომელიც ვრცელდება ახლა კიდევ მეორე ფრონტიდან, ლიბანიდან, უნდა აღინიშნოს ის, რომ სულ ცოტა ხნის წინ ცაჰალმა დაადასტურა, რომ ჰეზბოლას მეთაურობა არის განადგურებული, სადაც მიიტანეს იერიში ბეირუთში, სადაც წერტილოვანი დარტყმით განადგურეს ის შენობა, სადაც მიმდინარეობდა ეგრეთ წოდებული თათბირი ჰეზბოლას წარმომადგენლების და იგეგმებოდა მოირიგი იერიშები ისრაელის წინააღმდეგ. განგაშის ხმა რომ ჩაერთო, თავშესაფარში ჩავედი, მაგრამ რამდენიმე წუთში შეტყობინება მოვიდა, რომ ამის სამარძე აფეთქება იყო. მაშინვე ამოვედი თავშესაფრიდან. გვერდით კორპუს ჰქონდა მოხვედრილი. ერთ-ერთი ბინა განადგურდა. შემოწმებისას ოთახის კართან ქალი დავინახე. თავი ჰქონდა გატეხილი და უგონო მდგომარეობაში იყო. მაშინვე რეანიმაცია დავიწყე. ამასობაში კოლეგების ბრიგადაც მოვიდა. დაშავებული კლინიკაში. რეანიმაციულ განყოფილებაშია. მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ გადარჩება. ტერორისტული რეჟიმი მიზანმიმართულად უტევს მშვიდობიან მოსახლეობას. ეს შემთხვევაც ამის ნათელი მაგალითია. სწორედ ამიტომ გთხოვთ, ჩადით თავშესაფარში, როგორც კი ტელეფონით შეტყობინებას მიიღებთ. მოელოდებით განგაშის სიგნალს და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, აფეთქების ხმას რომ გაიგებთ. არ გამოხვიდეთ გარეთ და ნუეძებთ ადგილს, სადაც დაცემა მოხდა. ეს ძალიან საშიშია თქვენთვის. სამაშველო სამსახურებს ხელს უშლით საკუთარი მოვალეობის შესრულებაში. მხოლოდ ასე გადავრჩებით.
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაგალითად ლიბანის მხრიდან ქვეყნის ჩრდილოეთში შემოჭრილი არის უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა განადგურების ოპერაცია უკვე დაწყებულია და მოსახლეობას მოუწოდეს რომ ჩავიდნენ. თავშესაფარში ქალაქ აკომდე გავრცელდა ეს განგაში, რაც შეეხება განგაშებს, რომელიც მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში ქვეყნის ცენტრში და სამხრეთში და ჩრდილოეთში ამ იერიშების შედეგად, რომელიც კომბინირებულად განახორციელეს ჰეზბოლამ და ირანმა ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ცნობილია ბოლო ინფორმაციით, რომ 15-მდე ადამიანი არის დაშავებული, გადაყვანილები არიან სხვადასხვა კლინიკებში და აქვე უკვე ცაღალი ადასტურებს, რომ ბოლო იერიშის დროს, რომელიც 1 საათის წინ განხორციელდა, ირანმა გამოიყენა ისევ აკრძალული კასეტური ბომბები, რომლებიც, როგორც ვიცით, ფეთქდება ჰაერში და რამდენიმე ჭურვს ისვრის, რომელიც ძალიან საშიშია და მათი ტრაექტორიის გამოთვლა უკვე ვეღარ ხერხდება.